კიდევ ერთი რითაც შტატი თავს იწონებს და ამაში ორეგონელებს ნამდვილად ვერ შეედავები მთელს ამერიკაში ყველაზე ცნობილი 700-მდე ურიკა რესტორანი, ეგრეთ წოდებული ფუდკარტებია. რესტორანი ბორბლებზე, რომელიც შეგიძლია ნებისმიერ ადგილას გადაიტანო. თუმცა ქალაქ პორტლენდის ურიკა რესტორნები ბორბლებს დიდი ხანია აღარ იყენებენ. ისინი მუდმივად ქალაქის ცენტრში, ვაშინგტონის ქუჩაზე დგანან, რადგან პორტლენდის ეს უბანი თავისი ურიკა რესტორნებით უკვე იქცა არა მხოლოდ შტატის და ქვეყნის, არამედ მსოფლიოს ღირსშესანიშნაობად. CNN-მა US News და World Report-თან ერთად პორტლენდს პირველი ადგილი მიაკუთვნა მსოფლიოს იმ ქალაქების სიაში, სადაც ქუჩაში ყველაზე გემრიელი საჭმელი იყიდება. პორტლენდმა პარიზი, სტამბული და მეხიკოც კი უკან ჩამოიტოვა. ამ ქალაქში პლანეტის თითქმის ყველა ცნობილი სამზარეულოა წარმოდგენილი, მათ შორის ქართულიც. კარგი გოგო, ასე ქვია ურიკა რესტორანს, რომელიც ჩარშან ამერიკელმა ცოლ-ქმარმა შონმა და მაკენზიმ გახსნეს. ვაშინგტონის ქუჩა პორტლენდის ცენტრში ცნობილია იმით, რომ აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოა წარმოდგენილი. ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ქართული რესტორანი ქალაქის სწორედ ამ ნაწილში გახსნა. ერთი წელი აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კარგი გოგო პორტლენდის განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო. კარგი გოგო მუშაობას 11 საათზე იწყებს და პირველი სტუმრებიც რამდენიმე წუთში მოდიან. პორტლენდელებმა იციან, რომ ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი და ნიგზიანი ბადრიჯანი საქართველოს ეროვნული სამზარეულოს სიამაყეა. უმეტესობა საქართველოში არასოდეს ყოფილა, თუმცა ქვეყნის სამზარეულოს შონის და მაკენზის წყალობით კარგად იცნობს. საქართველოში არასდროს ყოფილა, როდესაც ეს ურიკა ვნახე, ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა ქართული კერძის გასინჯვა. მას შემდეგ ხშირად მოვდივარ ჩემ შვილებთან და შვილიშვილებთანაც, სულ მიმაქვს ქართული საჭმელი. ხინკალი ყველაზე მეტად მიყვარს. რა თქმა უნდა, ხაჭაპურიც, მშვენიერი საჭმელია. ჭამა ძალიან მიყვარს და კარგ საჭმელს ვაფასებ. ხაჭაპური ჩემი საყვარელი კერძია. პორტლენდი ქუჩის რესტორნებით არის ცნობილი. დენვერიც კი, სადაც ურიკა რესტორნების ტრადიცია აქვს, ჩვენს უკანაა. კარგი გოგოს ერთ-ერთი მუდმივი კლიენტი პორტლენდში მცხოვრები ქართველი ჯანუა, რაც ამერიკელზე დაქორწინდა და შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა, ქართული საჭმელი მუდმივად ენატრებოდა. ჯანო ყოველდილით მოდის აქ ხაჭაპურის საჭმელად და შონის და მაკენზის ურიკას პატარა საქართველოს უწოდებს. შეიძლება ითქვას ყოველდღე. უფრო მეტად დილით ხაჭაპურზე. მონატრებული გაქვს ქართული საჭმელი? ძალიან. შეიძლება ჩათვალო, რომ საერთოდ ამ ქალაქში ქართველები ძალიან ცოტაა და საჭმელიც ხომ ძალიან ძნელი ის არის. გვენატრებოდა ძალიან, ეს 2 წელია რაც გაიხსნა, ძალიან მოხარული ვართ. არ ვიცი, ძალიან გვიხარია, რომ ეგეთი რაღაც პატარა საქართველო ააშენეს აგერ ამ ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა. სულ ვუწევ რეკომენდაციას ამ რესტორანს და მუდმივად ვეუბნები მეგობრებს მოვიდნენ, რათა ქართული საჭმელი გასინჯონ. ეს ნიგზიანი ბადრიჯანია, ჩემი საყვარელი ქართული კერძი, მხოლოდ აქ შეიძლება მისი ჭამა. ამ საჭმელს ოჯახში მომზადებული კერძის გემო აქვს. შონი და მაკენზი, როგორც მშვიდობის კორპუსის წევრები, 2 წელი ახალციხეში ცხოვრობდნენ. ამერიკელი ცოლ-ქმარი ჩასვლისთანავე მოხიბლა ქართული სუფრის ტრადიციამ და ეროვნულმა სამზარეულომ. მასპინძელიც არაჩვეულებრივი კულინარი აღმოჩნდა, რომელმაც ხინკლის მომზადება და ხაჭაპურის ცხობა სწრაფად აათვისებინა ამერიკელ წყვილს. ფრაზა, რომელიც ახალციხეში ჩასულ მაკენზის ყველაზე ხშირად ესმოდა, კარგი გოგო იყო. ყველა ეუბნებოდა, კარგი გოგო ხარო და რესტორანსაც სწორედ ეს სახელი შეურჩია. ჩემი მასპინძელი დედობილი არაჩვეულებრივი მზარეული იყო. ხშირად ვამზადებდით საჭმელს და ვსადილობდით ერთად. ძალიან შემიყვარდა ქართული საჭმელი, ქართული ტრადიციები და სტუმართმოყვარეობა, რაც ამ ყველაფერს თან ახლავს. როდესაც ამერიკაში დავბრუნდით, ვიფიქრე, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნებოდა გამეზიარებინა ეს ამერიკელებისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შევთავაზოთ აქაურებს ნამდვილი ქართული საჭმელი, იქაური გემოთი. ამიტომ სუნელებს საქართველოდან ვაგზავნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საჭმელის კეთება მაკენზის ყოველდღე უწევს, საქართველოში მომზადებული კერძები მაინც ენატრება. მწვადი მიყვარს და მენატრება. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მენატრება მაწვნის სუპიც. დედობილი მიმზადებდა საქართველოში და ჩემი საყვარელი კერძი გახდა. ეს საჭმელი ძალიან ადვილად მზადდება, თუმცა ჩვენ აქ არ გვაქვს მაწონი. ვერ ვიპოვე იოგურტი, რომელიც მაწვნის მსგავსი იქნება. ახლა რომ მქონდეს საშუალება, შევჭამო საქართველოში მომზადებული კერძი, მაწვნის სუპს ავირჩევ. კარგი გოგოს პორტლენდში უკვე მუდმივი კლიენტები ყავს. ცოლ-ქმარმა ერთგული მომხმარებლებისთვის ბონუსების სისტემაც დააწესა. ჩვენი კლიენტების უდიდესი ნაწილი ამერიკელია. იმდენი ერთგული კლიენტი გაგვიჩნდა, რომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ბონუსების პროგრამა სახელწოდებით მე მიყვარს კარგი გოგო. მომხმარებელს ყველა მოსვლის დროს სპეციალურ ბარათზე უსვამთ ნიშანს და გარკვეული დროის შემდეგ მათ ეკუთვნით უფასო ხაჭაპური ან ხინკალი. გვაქვს მენიუს კომბინაციაც, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ყველაფერი გასინჯოს. აქ ხალხი ლანჩზე მოდის, ზოგს უნდა ხინკალიც, ხაჭაპურიც, ბადრიჯანიც, სალატიც, მაგრამ არა დიდი პორციით. ჩვენ ვუმზადებთ ლანჩს ყველა ამ საჭმლის კომბინაციით.
შონი და მაკენზი სამომავლოდ კარგი გოგოს გაფართოებას აპირებენ და არ გამორიცხავენ ერთხელ ქართული საჭმელი სხვა ქალაქებში შეიტანონ. წყვილმა ბიზნესი ქართული კერძების და საქართველოს სიყვარულით წამოიწყო. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ამერიკელებს არა მხოლოდ ქართულ საჭმელს, ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციასაც უზიარებენ და სურთ პორტლენდის მყუდროობაში დაწყებული მათი ამ საქმით საქართველოშიც სიამაყონ.